გიორგი მოგესალმებით მოგესალმებით მონაწილეობისთვის. ვინაიდან და რადგანაც ქართულმა ოცნებამ ოფიციალურად დაასახელა, რომ მათი მერობის კანდიდატი იქნება კახა კალაძე, რომელიც მესამე ვადით იყრის კენჭს თბილისის მერობისთვის. ბუნებრივია, კიდევ უფრო მეტად გაიზარდა ინტერესი იმ ოპოზიციური ძალების მიმართ, ვინც იქნება უშუალო კონკურენტი კახი კალაძის. აი ერთ-ერთი ვერსიით, რომელიც ბოლო დღეებში გააქტიურდა, მიუხედავად იმისა, რომ ალეკო ელისაშვილი უარყოფს მისი კანდიდატურის განხილვას, შეგიძლიათ თუ არა გვითხრათ, ან დაგვიდასტუროთ, ან უარყოთ, რომ ალეკო ელისაშვილი თქვენი მხრიდან, თქვენი და ლელოს მხრიდან, ამ შემთხვევაში დავაზუსტებ კიდევ ერთხელ, როგორც პოლიტიკური პარტნიორებისა, იყო ან არ იყო განხილული როგორც თბილისის მერობის ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მოდი პირველ რიგში თავად კალაძის წარდგენის ფაქტზე ვისაუბროთ, თუ უნებას დავხვდავთ, რამდენიმე სიტყვით მინდა შევეხო ამ ფაქტს, რა თქვა ამით ოცნებამ, ხო? ანუ ადამიანის წარდგენა თბილისის მერის კანდიდატად, რომელიც პირდაპირ ასოცირდება კორუფციასთან და ყველაზე მეტად ასოცირდება ანტიევროპულ განცხადებებთან და მე არ ვიცი, რამდენი ასეთი განცხადება შემეძლია გავიხსენო, განსაკუთრებით რო არ წავიდეთ წარსულში, სულ ბოლოდროინდელი განცხადება, მაგალითად ევროკავშირის ელჩის მიმართ, როდესაც მან თქვა, რომ ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, გავაგდებდი ამ ელჩს საერთოდ ქვეყნიდან. ეს მაგალითად შემიძლია გავიხსენო კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში, რა განცხადებებს აკეთებდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ანუ ამით ოცნებამ პირდაპირ უთხრა საკუთარ ამომრჩეველს, რომ ჩვენ კორუფციასთან ბრძოლას არ ვაპირებთ. ეს არის მხოლოდ ფასადური, რაღაცა იმიტაცია კორუფციასთან ბრძოლის, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად ასოცირდება კორუფციასთან, ამ ადამიანს მესამე ვადით წარმოადგენთ თბილისის მერის კანდიდატად. ამიტომ მე მინდა მიმართო ამ მომრჩეველს, რომელმაც აი ჯერ კიდევ საპარლამენტო არჩევნებზე მისცა ოცნებას ხმა. ეხლა ისინი თუ ამ ყველაფრის შემდეგ, რაც აი ბოლო 7 თვის განმავლობაში საკუთარი თვალით ნახეს, როგორ არის ქვეყანა ჩაფლული კორუფციაში და ჩაფლულია იმდანად, რომ თავად ოცნებაც ვეღარ მალავს. იმიტომ მიდის ახლა ეს ბოლოდროინდელი, ასე ვთქვათ, ეს სპეცოპერაცია, ხო? მაგრამ აქ მთავარი რა არის ახლა? კორუფციასთან ბრძოლა მაშინ არის ეფექტური, როდესაც შენ ამ ბრძოლას აწარმოებ აბსოლუტურად ყველას მიმართ. და ახლა შენ იქ რაღაც პატარა ლიფსიტებს გამოეკიდო, ხო? და ამ დროს კალაძე ისევ მერიყავდეს. და ის 25 ბატონო ნახე ეხლა მივა მაგამდე ის 25 ოჯახი კიდევ ვიზა ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იმას არ შეეხო იმიტომ რომ პირიქით ისინი კიდევ უფრო დაცულები დატოვოს სწორედ იმ პროცესის შედეგად შეიძლება მეტი ინფორმაცია იმიტომ რომ რასაც ვუყურებთ და მე მგონია რომ 25 ოჯახზე უფრო მეტია ვისაც საკმაოდ დიდძალი ქონება დაუგროვებია ამ ხელისუფლების პირობებში უპრეცედენტო მასშტაბის კორუფცია არის ქვეყანაში. აქ არ არის საუბარი მილიონზე და 2 მილიონზე. ახლა ყველა ფული და ყველა კაპიკი მნიშვნელოვანია და ჩვენნაირი ქვეყნისთვის კორუფცია რომ ქვეყნის ღალატის ტოლფასია, ამაზე ჩვენ ხშირად გვისაუბრია, მაგრამ ახლა 1,5 მილიონზე რო ვედავები მინისტრის მოადგილის დონეზე რო დაგყავს კორუფციის ფაქტი. როდესაც გაცილებით მაღალი თანამდებობის პირები არიან კორუფციაში ჩართულები და კიდევ იმეორებ მერად კალაძეს წარადგენ, ამით პირდაპირ იყიდები, ანუ ყიდი საკუთარ თავს, რომ შენ კორუფციასთან ბრძოლას რეალურად არ აპირებ, ეს ერთი. და რა თქმა უნდა არ აპირებ ევროპული მომავლის გზაზე დაბრუნებას, იმიტომ რომ ხა ადამიანი თბილისის მერად ყავდეს ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად ასე ვთქვათ ანტიევროპული განცხადებებით გამოირჩევს, ბუნებრივია ამის მორიგი დასტურია და კიდევ ერთ რაღაცას ვიტყვი, ხა დღეს მოვასწარია სიუჟეტის ყურება ერთ-ერთ არხზე, სადაც მთელი ეს ოცნების პარლამენტის თავმჯდომარიდან დაწყებული მათი სხვა სპიკერები ამბობენ, რომ აი მაგალითად რომ კალაძემ სასწაულები გააკეთა თბილისში, რომ ესეთი თბილისი არავის არ ახსოვს, გააკეთეს აქცენტი, წარმოედგინეთ სიმწვანეზე, სიმწვანეზე ადამიანი, რომელმაც ჯერ იმას რო თავი დავანებოთ, რომ დაგვპირდა რომ თითქოს იპოდრომს თბილისს უბრუნებს ივანიშვილიო და ეხლა ვხედავთ რომ იმ იპოდრომისგან არაფერი დარჩა და მწვანე სივრცე რაც იყო, იქაც ბეტონის ჯუნგლებად უნდა აქციოს და არ ვიცი კიდე რამდენი მაგალითი მოვიყვანო და აი ვამთავრებ ამით. რა არის კალაძის კაპიტალი? აი რას უტოვებს ის თბილისს, ხო? პირველი რუსულ კამაზებს და ისეთ თქვენ რომ 5 მილიონი ლარი მაშინ, როდესაც რუსეთი უკვე აქტიურ ომს აწარმოებდა უკრაინაში დასანქცირებული კომპანიისგან იყიდა ერთი ჩინურ მეტროს ვაგონებს, რომ ეხლა გამოაცხადა ტენდერი, რომ მომავალი წლების განმავლობაში 10-ობით მილიონი ლარი ჩინეთს უნდა გადავიხადოთ და იქიდან უნდა შემოვიყაროთ მეტროს ვაგონები და ირანულ თეთრ ქვებს.
აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე გამყობზოლში თეთრი ქვები რომ არის და იქ გაუვალი ბალახი რომ ამოვიდა და ღამე რომ ამუშავებდა და კიდე თბილ სერვისის თანამშრომლებს. აი ეს არის კალაძეს კაპიტალი. მესმის, კალაძესთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება იქნება ყველაზე მარტივი, იმიტომ რომ მასზე მისი გაკეთებული და გაუკეთებელი საქმეებიც მეტყველებს. კიდევ ერთხელ გეკითხებით, თქვენ სანაცვლოდ ვის გვთავაზობთ? არა თუ რა, ხო, მაგრამ ეხლა ვერ გამისახელებთ ისმაილს მითხარით. შემიძლია გითხრათ, ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ ნუ ეხლა ალეკო ელისაშვილზე ხლა ეს გავრცელდა და ალეკო ძალიან კარგი ბიჭია, მაგრამ რა თქმა უნდა, ნუ ჩვენ იმიტომ გავერთიანდით ჩვენ და ლელო, ხო? რომ ამ მემორანდუმის ხო გახსოვთ, თავარი არსი იყო ის, რომ ჩვენ უნდა პირველ რიგში შევჯერდეთ ნეიტრალურ ანუ უპარტიო კანდიდატებზე. გავრცელებული ხმები, რომ ლელო გთავაზობდათ ალეკოს, მაგრამ ყველაზე ლელო განიხილავს თავის გუნდში, ხო? განიხილავს, მაგრამ წინააღმდეგობა თქვენი მხრიდან წამოვიდა. აქამდეც არამედ წინააღმდეგობა არ არის. თქვენ თავად თქვით ახლა რომ შეთანხმება დგას იმაზე, რომ ეს უნდა ყოფილიყო ნეიტრალური კანდიდატი, კი ბატონო. ყოფილიყო და იქნება ნეიტრალური კანდიდატი, ამას გიდასტურებთ. ანუ ალეკო არ იქნება ხალხი, იმიტომ კი არ იქნება რომ ეხლა ცუდი ბიჭია და რამეს ვერ ჩით მას. უბრალოდ იმიტომ არ იქნება რომ ჩვენი შეთანხმების მთავარი ამოსავალი წერტილი არის განსაკუთრებით დიდ ქალაქებში და რა თქმა უნდა პირველ რიგში თბილისი უპარტიო კანდიდატი, რომელსაც ექნება საზოგადოების გაცილებით დიდი მხარდაჭერა ვიდრე რომელიმე პარტიულ კანდიდატს. იმიტომ კი არა რომ ან ლელოს არ ყავს კარგი კანდიდატები, ან ჩვენ არ ყავს, მე ჩვენ გუნდში მინიმუმ 5-6 უმაგრესი კანდიდატი შემიძლია ახლავე დაგისახელოთ, მაგრამ ჩვენი ამოცანა არის ის, რომ ჩვენ შევძლოთ ვიპოვოთ თბილისის მერობის კანდიდატი არც თქვენი გუნდიდან იქნება და არც ლელოდან იქნება. ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ასეთი კანდიდატი იყოს. საზოგადოების. ვჯელობთ ამაზე, ახლა მედეს ეს პროცესია, მაგრამ ჩვენ ამაზე მუშაობთ ახლა, ხო? ანუ მაქსიმალურად კარგი. მართალი ყოფილა, როდესაც აი პოლიტიკაში გარკვეულ თან საარჩევნო, რა ვიცი, საკითხებში გარკვეული ადამიანები ამბობენ, რომ ძალიან გაჭირდება ასეთი ადამიანის პოვნა, ანუ ერთი რომ ნეიტრალურის, მეორე რომ მზაობით შევიდეს პოლიტიკურ ბრძოლაში, ეს პოლიტიკური ტვირთი აიღოს თავის თავზე, მესამე უნდა სარგებლობდეს საზოგადოების ძალიან მაღალი ნდობით და როგორც ამბობენ ხოლმე, ფაქტობრივად იყოს დიმიტრი გელოვანის ყველა უნარებით და თვისებებით დაჯილდოებული ადამიანი. ანუ როგორც ჩანს, რადგან ჯერ კიდევ ძიების პროცესში ხართ, მართლაც რთული ყოფილა ასეთი ადამიანის პოვნა. რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი, მოდი ესე ვთქვა. ანუ შესაძლებელია რომ ჩვენ შევჯერდეთ აი ზუსტად ესეთ კანდიდატზე, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ, რომლის თვისებებს ჩვენ ჩამოთვალეთ. და მე როდესაც საუბრობ რა მემკვიდრეობას ტოვებს კალაძე, აი სწორედ მისი საწინააღმდეგო უნდა იყოს. უნდა იყოს ადამიანი, რომელიც თბილისში ერთხელ და სამუდამოდ დაასრულებს კორუფციას, ადამიანი, რომელიც როგორც პოლიტიკური გამოცდილება არ ექნება, ანუ შესაბამისად აი მომოლოდინები, რომ ის პოლიტიკურ კორუფციას დაასრულებს, რამდენად გამართლებულია. შეიძლება გამოცდილება არ ქონდეს, მაგრამ მას უნდა ქონდეს ნება, მას უნდა ქონდეს ნება, ხა რა თქმა უნდა, ლიდერი უნდა იყოს ახლა აქ. ისეთ ადამიანს ჩვენ ვერ შევარჩევთ, რომელიც არ არის გამორჩეული ლიდერული თვისებებით, ხო? და ახლა ამას არ ჭირდება კორუფციასთან ბრძოლას რაღაც განსაკუთრებული პოლიტიკური და ადმინისტრაციული გამოცდილება. კორუფციასთან ბრძოლას ჭირდება პოლიტიკური ნება პირველ რიგში და რა თქმა უნდა, ჩვენი კანდიდატი უნდა იყოს ისეთი, რომელიც აი ამ ბრძოლას მოიგებს და ერთხელ და სამუდამოდ თბილისში ყოველ შემთხვევაში კორუფციას დაასრულებს. და თბილისის ბიუჯეტი 2 მილიარდ 200 მილიონ ლარს გადასცა. ეს ძალიან დიდი ბიუჯეტია და აქ არის კიდე მეორე უკანონო სრულიად შავი შემოსავლების წყარო, რაც არის სამშენებლო ნებართვების. ხო, დარწმუნებული ვართ, აი დარწმუნებული ვარ, რომ ამ ძიების პროცესში, გიორგი, რამდენიმე ასე ვთქვათ, ვარიანტი შეარჩიეთ, შესთავაზეთ, განიხილეთ. აი ყველაზე დიდ წინააღმდეგობას რა საკითხში აწყდებით? ეს არის შეუთანხმებლობა. წინააღმდეგობას რატო ვარქმევთ? წინააღმდეგობას არ ვაწყდებით. უბრალოდ ჩვენი ვერ იპოვეთ საერთოდ ასეთი ადამიანი თუ იპოვეთ და მაგალითად მას არ ქონდა სურვილი პოლიტიკურ ბრძოლაში შემოსულიყო. ნახეთ, ჯერ ეგერთი ჩვენ გვაქვს დრო, მოდი ეს დავაზუსტოთ. 4 სექტემბრამდე კანონმდებლობით გვაქვს ვადა და ამიტომ ჩვენ ბოლომდე
ყველა რესურსს და დროს სექტემბრამდე ხომ მნიშვნელოვან საარჩევნო კამპანიის ჩატარებას მოასწრებს კახი კალაძე ქართულ ოცნებასთან ერთად და ამიტომ ჩვენ ამას ბოლომდე არ რომ ძალიან ცოტა დროა არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მერობის კანდიდატის წარდგენა. ამიტომ რომ არაორდინალური სიტუაციაა, ხო? ეხლა ხო არ არის რაღაც სტანდარტული საარჩევნო კამპანია და ასე შემდეგ. ამიტომ რა თქმა უნდა დრო მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამიტომ ცოტაც მოვითმინოთ მესმის თქვენი ჟურნალისტური ცნობის მოყარეობა, მაგრამ მერწმუნეთ რომ ჩვენ შევძლებთ ჩვენ და ლელო ერთად შევძლებთ საუკეთესო კანდიდატზე შეთანხმებას, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში. რაც შეეხება პარტიულ კანდიდატებს, რა თქმა უნდა, პარტიული კანდიდატებს გვეყოლება მაჟორიტარულ ოლქებში, ასე როგორც თბილისში, ასევე სხვა ქალაქებში, მაგრამ დავაზუსტოთ ესეც რომ არ იყოს გაუგებრობა, ნებისმიერი პარტიული კანდიდატი ჩვენგან იქნება გახარია საქართველოსთვის გუნდიდან თუ ლელოდან. ამას ჩვენ კონკურენციაში ამ დროს ერთ-ერთმანეთთან არ შევალთ და ექნება ერთ კანდიდატს ექნება ორ პარტიული ხარდაჭერა. მომინიშნავს ლელოს მესიჯ ბოქსი ამ თემასთან დაკავშირებით ცოტა მგონია რომ დაზუსტებას საჭიროებს რაც შეეხება კანდიდატურას გადაწყვეტილებას თბილისი მიიღებს ჩვენ კი აღვასრულებთ ანუ რა პრინციპით არჩევთ ამაში გულისხმობენ იმას რომ ჩვენ რა თქმა უნდა თბილისელებთან ვათანხმებთ ამ თემას, ანუ რაღაცა წინასწარ კვლევით, ანუ კვლევით, კომუნიკაციით და ასე შემდეგ. ხო, ხომ ეს ჩვეულებრივი შიდა პროცესია, რომელსაც ნახეთ, ლელო რომ მაგიდასთან დაჯდება და ჩვენ რომ მაგიდასთან დავჯდებით, ერთ მაგიდასთან რომ დავსხდებით ჩვენ და ლელო. ჩვენ ხო წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოები, ჩვენი გუნდის შიგნით ჩატარებული უნდა გქონდეს. აბა რა ინფორმაცია უნდა გავცვალოთ ერთმანეთთან, ხო გესმით და დღეს ეს პროცესი მიდის. და ამიტომ ეს არავის არ უნდა უკვირდეს, რომ ეხა მაგიდაზე შეიძლება იდოს რა, ვიცი, 15 კანდიდატურა პირობითად და სავარაუდოდ მათ შორის შეიძლება ერთ-ერთი იყო კიდე ცალე კოალიციაშვილი ეს იყო და ეს. ამიტომ ეხლა რაც დრო გავა, რა თქმა უნდა, ჩვენ უფრო ახლოს მივალთ იმ საბოლოო გადაწყვეტილებამდე და ამას რა თქმა უნდა, პირველ რიგში თქვენგან გაიგებს საზოგადოება. ხო, დროებით საგამოძიებო კომისიის მოსალოდნელ დასკვნასთან დაკავშირებით თქვენი მოსაზრებაც მაინტერესებს, უფრო სწორედ რა მოლოდინები გაქვთ, რა შეიძლება შევიდეს ამ დასკვნაში გიორგი გახარიასთან მიმართებით, იმიტომ რომ ვიცით რომ ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით, 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით ისიც იყო ინტერესის საგანი, გამოიკითხა ორჯერ და შესაბამისად დასკვნაში მასზეც იქნება მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, თავი. რა მოლოდინები გაქვთ? რა მოლოდინი უნდა გქონდეს, როდესაც ისიც კი იკადრა ოცნებამ, რომ პოლიტიკური და პირადი შურისძიების გამო მთელი საკუთარი გუნდის ყოფილი და მოქმედი წევრები ეს რიგში დააყენა და საკუთარ ასე ვთქვათ თავმოყარეობაზე გადააბიჯებინა და საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ჩვენებები საჯაროდ მიაცემინა. ამის მერე რა მოლოდინი უნდა გქონდეს, ხო? ნუ რა თქმა უნდა, ეს იქნება შეკერილი საქმე. რომელიც არ არის გახარიას წინააღმდეგ მიმართული საქმე. მე ამ საქმეს პირადად დავარქვი ქართული ოცნება საქართველოს წინააღმდეგ. იმიტომ რომ ეს არის იმ საქმის გაგრძელება, რომელიც თავის დროზე ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ეგრეთ წოდებულმა პარლამენტმა დაიწყო, იქაც უბრალოდ ანალოგიური საგამოძიებო კომისია ჰქონდა შექმნილი და ასევე ეგრეთ წოდებულმა პროკურატურამ და ეხლა ეს საქმეები ყველაფერი წულუკიანმა და მისმა ასე ვთქვათ გუნდმა გადმოიბარა. რეალურად ის პრეტენზიები, რაც ამ მარიონეტულ რეჟიმს ასე ვთქვათ ჰქონდა საქართველოსთან, ეხლა საქართველოს საკუთარ მოქალაქეს უყენებს, საკუთარ ყოფილ პრემიერ-მინისტრს უყენებს და რა თქმა უნდა ეს არის შეკერილი საქმე და არც იმას არ გამოურიცხავ ემა რომ ეხლა ამ საქმეზე გაჩერდეს, იმიტომ რომ თავად ხედავენ რომ ასე ვთქვათ საზოგადოების მხარდაჭერა ამ თემას არ მოყვა და ძალიან ბუნებრივია რომ არ მოყვა. არათუ საზოგადოების, არამედ საკუთარი ამომრჩევლების დარწმუნებაც კი ვერ შეძლეს რომ ეხლა ჩორჩანას საქმეში გიორგი გახარია რაიმე ტიპის ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯს გამდა. პირიქით ეს იყო ერთ-ერთი შემთხვევა, როდესაც მან გამოიჩინა ღირსება სახელმწიფომ, ქართულმა სახელმწიფომ გამოიჩინა ღირსება და მშვიდობიანად შეძლო ჩვენი ტერიტორიების შენარჩუნება. რამინდა გიორგი გითხოთ ამ დასკვნაზე უფრო სწორად კი ამ დასკვნის იმ ნაწილზე რომელიც გიორგი გახარიას მიეძღვნება იმ ჩანაწერზე რაც გიორგი გახარიასთან დაკავშირებით გაჩნდება არის თუ არა მისი სამომავლო გეგმები პოლიტიკური ნაბიჯები დამოკიდებული ანუ შესაძლებელია რომ დასკვნის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება დაბრუნდება თუ არა საქართველოში ну პირველ რიგში ნახოთ, ჯერ დაველოდოთ, ეხლა დასკვნა და პარალელურად ვიცით რომ პროკურატურას კიდე ცალკე აქვს საქმე დაწყებული. ჯერჯერობით ის აქტიურად არის, რა თქმა უნდა, ჩართული
ჩვენ საქმიანობაში, ხა დისტანციური რეჟიმი დღეს უკვე ჩვეულებრივი ამბავია, ჩვეულებრივი მოვლენაა, ყოველდღიური ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს მასთან, მაგრამ მას იქ აქვს კიდევ ძალიან ბევრი საქმე გასაკეთებელი, იცით რომ იქ მთავარი მიზანი მისი არის საქართველოს ევროპული მომავლის გადარჩენა და ახლა იმ ქვეყნებში, სადაც ის არის პერიოდულად, ეს იქნება გერმანია, ბერლინი, ბრიუსელი თუ სხვა ევროპული დედაქალაქები, მის მთავარი ამოცანა არის, რაც მან უკვე დაამტკიცა, სხვათა შორის, აი საგარეო საქმეთა მინისტერიალი რომ იყო, შეძლო თითქმის ყველა საგარეო საქმეთა მინისტრს ევროპული ქვეყნების შეხვდა პირადად და აი ამ უვიზო რეჟიმის გადადება რა თქმა უნდა არის მისი პირადი დამსახურება და ამიტომ ამაზე დიდ საქმეს ეხა ის საქართველოში რომ ციყოს შეიძლება ამაზე ეფექტური აქაც ვერ ყოფილიყო. ასე რომ სანამ დარწმუნებული ვარ ეხლა ალბათ ამომრჩეველთან შეხვედრებს უნდა მართავდეს ახლა ამ წინა საარჩევნო პერიოდში დარწმუნებული ვარ პოლიტიკურ პარტიას უფრო ჭირდება მესმის ასია მაგრამ იმ საერთაშორისო ფლანგზე და ხა ნუ მოვიტყობ თავს ყველამ ვიცით რა არის მთავარი მიზეზი მისი საქართველოში ჩამოუსვლელობის ხომ არის ის რისკები რომელიც მის დაკავებასთან არის დაკავშირებული და სწორედ ამას არიდებს ის თავს ხო და არიდებს და ძალიან კარგი რომ არიდებს ხო იმიტომ რომ ხა იმ ვითარებაში როდესაც კიდევ ვიმეორებ დღეს ოცნებისგან ყველაფერი მოსალოდნელია აქ მთავარი არის გამოძებნოს სწორი და ყველაზე ეფექტური გზა, როგორ აპირებ ოცნების დამარცხებას და ჩვენ ეს თავიდანვე ვთქვით, ეხლა დღეს რო არის ამბავი ატეხილი კიდე ხა არ მინდა მეც ეხა იმათ მსგავსად მეც ოპოზიციაში ჩავდგე სულ არ მეხალისება ის გაუგებრობები რაც არის ეხლა დღეს დაანონსებულ რევოლუციასთან ატეხილი, მაგრამ ეხლა დიდი ბოდიში ხო ჩვენ თავიდანვე ამოვდით რომ ჩვენ რევოლუციას არც 4 ოქტომბერს ვემხრობოდით, არც 5 ოქტომბერს და არც 8 ნოემბერს და ეხლა დიდი ბოდიში და იმ კითხვას რომ სვამთ ამდენი ხანი რომ რას აპირებთ ბოიკოტის შემთხვევაში და ამ კითხვაზე პასუხი რომ არ აქვს. იმიტომ არის ეს პრობლემა და ეს გაუგებრობა. და ამიტომ რაც მალე ჩამოყალიბდებიან და საზოგადოებას რაც მკაფიო გეგმას შესთავაზებენ, მით უკეთესი ჩვენი საერთო მიზნისთვის და ჩვენი საერთო მიზანი არის ოცნების ამ არალეგიტიმური და მოძალადე რეჟიმის დამარცხება და ხა ჩვენი გზით მივდივართ. ეს გზა არის არჩევნების გზა. რაც არ უნდა ძალადობა მოდიოდეს ოცნებიდან, ჩვენ ძალადობით არ უპასუხებთ. ჩვენ ძალადობას უპასუხებთ მშვიდობით, ჭკუით, პრაგმატული პოლიტიკური ნაბიჯებით და ამას აკეთებს გიორგი გახარია. ამას აკეთებს ევროპაშიც და როცა ჩამოვა გააგრძელებს საქართველოში.